სტუდიაში კოსტუმერი გიგი მახარაძე, რომელსაც არასამთავრობო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არის აქტიური მოქალაქე და ოზურგეთის დიდი ნაწილი მას ძალიან კარგად იცნობს. მოგესალმები გიგი, მადლობა რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ხარ. გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს. გამომდინარე იქიდან რომ როგორც უკვე ვთქვი, ცხადია ძალიან ღრმად იცნობ არასამთავრობო სექტორს, მედიასთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს. ეს ორი კანონი, რომელიც სულ ახლახანს მიიღო პარლამენტმა, მესამე მოსმენაც უკვე დასრულდა. როგორ შეაფასებდი თუ იმ არგუმენტებს მოვისმენთ, რომ ამბობენ უმრავლესობის წევრები, რომ ეს არის ამერიკული ფარას იდენტური ვარიანტი და რომ ამაში არავითარი საფრთხე არ არის, აი ჯერ ამ კანონის განხილვით რა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ზოგადად ვიტყვი, რომ ორივეს კრიტიკულად უარყოფითად ვაფასებ, რა თქმა უნდა, ეს სხვანაირად შეუძლებელი. ახლა რაც შეეხება უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ უნდა იმით, რომ საერთოდ სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელია ჩვენი სამართლის სისტემაში, ამერიკული სამართლის სისტემიდან რაღაცის დაკოპირება და გადმოტანა. ის რო ვთქვათ, რომ ზოგადად ნებისმიერ მართვის სფეროში სამართალში რაღაც უცხოურის უბრალოდ თარგმნა და გადმოტანა რამდენად გამართლებულია და რა თქმა უნდა არის გამართლებული ეს ერთი, მაგრამ მით უმეტეს, როცა საუბარი გვაქვს სრულიად სხვა სამართლებრივ სისტემაზე. იმიტომ რომ ეს არის ამერიკული სამართლის სისტემა და კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და იმიტომ რომ კანონებს იქ აქვს სხვა დანიშნულება, კანონის აღსრულების მექანიზმი არის სხვა, კონტინენტურ ევროპაში კანონები იწერება უფრო დეტალიზებულად, ნაკლები სივრცე უნდა იყოს დატოვებული ინტერპრეტაციისთვის, იქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ ნორმების განმარტებას და ჩვენს კონტექსტში ეს რაღაც თარგმნა და თარგმანის შემოტანა იძლევა სულ აბსურდს. ამისი აბსურდულობა ძალიან მარტივად გამოჩნდება თუ წავიკითხავთ, იმიტომ რომ უბრალოდ გაუგებარია ძალიან ბევრი რამ. ამას თუ თავი დავანებოთ და ვთქვათ მიზანი, რა მიზანიც ამას აქვს, როგორც ფარას, ასევე მეორე კანონს, რომელიც მედიას ზღუდავს, ძალიან მარტივია რა არის ამ ორივე კანონის მიზანი. ამის მიზანი არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს არავითარი ორგანიზებული საწინააღმდეგო აზრის და საწინააღმდეგო აზრის ირგვლივ ორგანიზების საშუალებაც კი გულისხმობ ხელისუფლების წინააღმდეგ ნებისმიერ საკითხზე, არა მხოლოდ პოლიტიკურზე, არამედ რაღაც ეკონომიკური, სოციალური, გარემოს დაცვითი თუ რა, რაც ადამიანს შესაძლოა დასჭირდეს რაღაც იმ ფორმების გამოყენება, რაც ჩვენთვის აქამდე მეტნაკლებად შესაძლოა ცნობილი იყო დემოკრატიული ფორმები, აი ამ ყველაფრის არსებულის გაჩერება და მომავალში პრევენცია. აი ეს არის ამ ორივე კანონის მიზანი. კი ბატონო, მედიის ნაწილსაც რო შევეხოთ, პრინციპში უკვე ახსენეთ მედია, მაგრამ რომ განვუმარტოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს ორი ნაწილისგან შედგება, ხო? მაუწყებლის შესახებ კანონი ერთი უკრძალავს უცხოური წყაროდან დაფინანსების მიღებას და მეორე არის შინაარსობრივი ნაწილი, რომელშიც პრინციპში განსაკუთრებული არაფერი არ არის, მაგრამ ღრმად თუ ჩავიხედავთ, იქაც არის მნიშვნელოვანი პრობლემები. მაგალითად, რეგიონული მედიისთვის განსაკუთრებით დიდი პრობლემაა ეს, რადგან არ არსებობს რეგიონებში სხვა სივრცე და ფინანსური შემოსავალი გარდა უცხოური დონორებისა. ეს ნიშნავს მათ შორის მედიის გაჩუმებას და მათ შორის მედიაზე შეწოლას, ხო ცხადია? რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია ეს როგორც უკვე ვთქვი, ამის მიზანია, ამ კანონების მიზანია, რომ ნებისმიერი რაღაც მისთვის მიუღებელი ველი გაანადგუროს, იმიტომ რომ დაფინანსებაზე ნებისმიერ საკითხის მიბმა არის თავის მხრივ არასწორი, იმიტომ რომ დაფინანსება უცხოური იქნება ეს თუ ადგილობრივი, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. ლოგიკურად რო დავფიქრდეთ, ამოსავალი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს, მაგალითად იგივე ფარა, როცა იყენებს ესეთ ტერმინს, როგორიცაა უცხოური პრინციპალის აგენტი, ან თვითონ ხელისუფლება ისაც ამდენი ხანი ეწევა პროპაგანდას, რომ ესე იგი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთის ინტერესებს ატარებენ, ჯერ ერთი უცხოეთის ინტერესი შეიძლება გაატაროს ნებისმიერმა სხვა ჯგუფმაც და მოქალაქემაც დაფინანსების
ფორმალურად გარედან დაფინანსების გარეშეც და მეორე რომ უამრავი მედია საშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია პირიქით ემსახურება და ემსახურებოდა აქამდეც ქართველი ხალხის ინტერესებს, საზოგადოების ინტერესებს, მიუხედავად იმისა, საიდან იღებდა დაფინანსებას, არა? დაფინანსებას რატომ იღებდა, როგორც შენ აღნიშნე, მედია, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საუშვად არასამთავრობო ორგანიზაციებიც უმეტესწილად დასავლური ქვეყნებიდან, იმიტომ რომ საქართველოში ამ ხელისუფლებამ მათ შორის და წინა ხელისუფლებამაც ვერ შეძლეს აემუშავებიათ ისეთი ეკონომიკა, რომ უბრალოდ არ იყოს ეს საჭირო. მაშინ სახელმწიფო რატო იღებს დასავლურ დაფინანსებებს ასევე სხვადასხვა პროექტებისთვის, რატო სარგებლობდა ამით? იმიტომ რომ არა გვაქვს ჩვენ ამისი საკმარისი შესაძლებლობები და ფინანსები, თორე ეს არავისთვის არ არის რაღაც თვითმიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც უცხოეთის დაფინანსება კონდეს, მაგრამ მეორე საკითხი მინდა კიდე აღვნიშნო, თუ შეიძლება რომ გავაგრძელო, რომ აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ერთი არასაც რაკია კანონებს ვაფასებთ, კანონებში წერია ტექსტი და მეორეა კიდე ამ კანონების აღსრულება. და ჩვენ ვხედავთ უკვე აი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით თუ მანამდე ვერა ან ნაკლებად შეიძლება იყოს შესამჩნევი, რომ მიუხედავად იმისა, რა წერია კანონში უკვე არსებულშიც კი ძალიან ხშირად ამათი ინტერპრეტირება და გამოყენება ხდება სრულიად იმ ტექსტის მიღმა და ამ არსებული კონტექსტში ხელისუფლების სასარგებლოდ. ამიტომ აი ეს პროცესიც თვითონ არსებული კანონმდებლობა როგორ სრულდებოდა, როგორ ხდებოდა გამოყენება, აი ეს პროცესიც გვაჩვენებს რა არის კიდე ამ ახალი კანონმდებლობის დამატებით შემოტანის მიზანი. კი ბატონო. კითხვა ცხადია, ნახევრად რიტორიკულია და ნახევრად პრინციპში რეალურიც, მაგრამ როგორ ფიქრობ, რაში არის გამოსავალი? ანუ ახლა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ამ მედია ორგანიზაციებმა, რომელთაც აი მაქსიმალურად ეზღუდებათ ყველანაირი მოქმედების სივრცე, როგორც თავად აღნიშნე, რა უნდა გააკეთონ, რა უნდა მოიმოქმედონ? ხო, ნუ ნახევრად რიტორიკულია უბრალოდ. ხო, არ ვიცი, ალბათ საჭიროა რაღაც ახალი ფორმების მოფიქრება, ახალი სამოქმედო რაღაც გეგმების დასახვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ პროცესმა გვაჩვენა, რომ ის მუშაობა, რასაც არასამთავრობო სექტორი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს წევდა, აქამდე ეს მინდა ვთქვა უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ალბათ მეც მათ შორის ახლა არ მინდა რომ ეს სხვა ვინმე რამეში დავადანაშაულო, მაგრამ მოდი ასე ვიტყვი თვითკრიტიკულად, რომ რაღაცას ალბათ არასწორად ვაკეთებდით, შესაძლოა ნაწილს. ამიტომ რაღაცები შესაძლოა გადავაფასოთ ჩვენივე თქვათ ხედვებში, სამოქმედო ტაქტიკაში უფრო მეტად და რაღაც სხვანაირად მივუძღეთ არსებულ სიტუაციას. ვეძებოთ კონკრეტული საკითხების ირგვლივ მოკავშირეები, ადამიანები, რომელსაც მაგალითად მე რომ მაწუხებს რაღაც ბუნების განადგურებას, სხვასაც რომ აწუხებს ჩემს მსგავსად და აი ამ საკითხებში გავერთიანდეთ ან ადამიანებმა, რომელსაც აწუხებთ რაღაც თავის სოფელში რომ არ დადის რაღაც ავტობუსი, იმათ ერთმანეთი ვიპოვოთ, ერთმანეთს დავუკავშირდეთ და ეს გვჭირდება იმისთვის, რომ დავინახოთ ამ პრობლემის მოგვარების გზა სად არის და დავინახოთ, რომ ეს არ არის რაღაც მენეჯმენტის ხარვეზი, რომ სადღაც ავტობუსი არ დადის, რომ ან ქუჩაში რომ ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლი დადის, ეს არ არის რაღაც ესე იგი არასწორი საკადრო პოლიტიკის შედეგი რაღაც დაბალან საშუალო დონეზე ან რაღაც არასწორი მართლობითი ის ან ჩვენ უნდა შევხედოთ იმას, რომ რეალობას უნდა შევხედოთ თვალებში და ვთქვათ, რომ საკითხები რაც ჩვენ გვაინტერესებს და ის ინტერესები რაც ჩვენ გვაქვს რიგით ადამიანებს ყოფით ცხოვრებაში და რისი მოგვარებაც ჩვენ გვინდა, აი ეს საკითხები პრინციპულად შეუთავსებელია იმასთან, რაც უნდათ და რის გაკეთებასაც ცდილობს აქ მართველი კლასი. ჩვენ გვაქვს სრულიად სხვა ინტერესები, ჩვენ გვინდა რომ რაღაც ჩვენი შვილები სკოლებში კარგ განათლებას იღებდნენ, ინფრასტრუქტურა იყოს, სკოლები, ბაღები, უნებელი სურსათით ვიყვებოთ, ან კიდე რაღაც პრობლემები უკვე ვახსენე. ხო, აი ეს რაღაცები გვინდა და უნდა დავინახოთ, რომ სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვს მართლ ძალას. კი ბატონო. სრულიად სხვა დღის წესრიგი და მინდა გავიხსენო, თუ გვაქვს დრო, ძალიან მოკლედ, ესე იგი წარსულში მინდა წავიდე და ვთქვა, აი 1905 წელს გურიაში,
როცა გლეხების მასობრივი რევოლუციური მოძრაობა იყო და გამოდიოდნენ და გადაწყვიტა მაშინ იმპერიის ხელისუფლებამ რომ მოლაპარაკებებზე წასულიყო და გამოგზავნა სპეციალური წარმომადგენლები, რომელიც ხალხს ელაპარაკებოდა, ისა ამბობდა, ეკითხებოდა რა პრობლემები გაწუხებთ, ადამიანები უყვებოდნენ თავიანთ პრობლემებს გურიის სოფლებში, ასობით, ათასობით ადამიანი ხდებოდა, აყალიბებდნენ მოთხოვნებს და შემდეგ ყველგან იყო ერთი და იგივე დასკვნა ისევ ხალხის მხრიდან, რომ ესაა ჩვენი მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დღევანდელ მთავრობას ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ძალუძს. ესაა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ჩვენ ესე ადამიანებმა დღესაც უნდა გავიაზროთ, რომ ეს პრობლემების მოგვარება რაც ჩვენ გვინდა, აი ამ ასეთი რაღაც ოლიგარქიული ავტორიტარიზმის პირობებში არ მოხდება. შეუძლებელია. სოციალურ საკითხებს შეეხებ და ბარემ მინდა გკითხო ახალ მოძრაობასაც, რომელიც თებერვალში დაფუძნდა და რომელსაც ქვია სოციალური დემოკრატიის. მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის. რას გვეტყვი? მანიფესტი წავიკითხეთ, საზოგადოების დიდი ნაწილიც იცნობს მას, თუმცა მოკლედ მაინც რომ უთხრათ, რა მიზნებით არის წარმოდგენილი ეს მოძრაობა, რამ შეკრიბა ეს ადამიანები ერთმანეთის ირგვლივ, რამ გააერთიანა და რა არის, რა ვიცი, პროგრამა მინიმუმი ან თუნდაც მაქსიმუმი, თავარი ხედვა სამომავლოდ და მიზნები ამ მოძრაობის. კეთილი. როგორ აღნიშნე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს, არ ვიცი მე ამის შესახებ ძალიან გამიხარდება თუ იცნობს და უფრო მეტი თუ რაც დაინტერესდება ჩვენი მოძრაობით და ინფორმაციას მოიძიებს გამოგვყვება და ხარს დაგვიჭერს, ეს ძალიან სასიამოვნო იქნება. რაც შეეხება მოძრაობას, ეს აერთიანებს ადამიანებს, რომლებისთვისაც, ესე იგი, სოციალური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ესე იგი დემოკრატია, ეს დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორც აქამდე ძირითადად ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც შემოვიფარგლოთ მხოლოდ არჩევნებით ან სხვა რას გულისხმობს ეს, რომ მივდივართ არჩევნებზე, ხელისუფლება არის ჩვენს მიმართ ანგარიშვალდებული, შეგვიძლია გადავირჩიოთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჯერ ერთი ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არჩევნებიც აღარ გვაქვს და გაუქმებულია ფაქტობრივად. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ შემოვიტანოთ კიდევ სოციალური საკითხები დღის წესრიგში. ეს საკითხები მეტნაკლებად ემთხვევა იმ ზოგიერთ საკითხს, რაც აქამდეც ვთქვი, მაგალითად იგივე განათლების საკითხი, დაუშვათ სოციალური თანასწორობის საკითხი, იმ საკითხი, რომ რაღაც ჩვენი გარემო არ ეწირებოდეს რაღაც რამდენიმე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესის ინტერესებს და ასე შემდეგ. და მე მიმაჩნია, მე რატომ ვარ ამ მოძრაობაში ამას ვიტყვი, რომ მე მიმაჩნია, რომ ამ მოძრაობას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი აი ეს საკითხები შემოიტანოს აქტიურად დღის წესრიგში. ეს მოძრაობა რა თქმა უნდა არის ზოგადად იმ საპროტესტო მოძრაობის ნაწილი, რა თქმა უნდა, რაც მიმდინარეობს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ფიზიკურად მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ ამას. უამრავი გულშემატკივარი ყავს სხვაგანაც, მათ შორის ოზურგეთში, სადაც შესაძლოა ეს რაღაც ქუჩაში ფიზიკურად არ ჩანდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხალხის დიდი ნაწილი შესაბამის განწყობაზეა. რაც შეეხება პროგრამას, რაზეც ასე ვკითხე, პროგრამაზე მიდის მუშაობა, გამოქვეყნებული გვაქვს მანიფესტი, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია რომ ჩვენი სოციალურ ქსელებში მანიფესტს გაეცნოს, მაგრამ პროგრამაზე პროგრამული პრიორიტეტები და რომელშიც იქნება ასახული ხედვა იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხედვით, ამ მოძრაობის ხედვით საზოგადოება, რომელშიც იქნება მეტი სამართლიანობა, მეტად გადანაწილებული რესურსები, რომელშიც რაღაც ადამიანი არ იქნება დაჩაგრული, რომელიც სახელმწიფო არ მოემსახურება მხოლოდ ერთი მუჭა რაღაც მართველი კლასის ინტერესს, ამის შესახებ მიდის მუშაობა და ეს გამოქვეყნდება, როცა დასრულდება ეს პროცესი. კი ბატონო, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო, იმიტომ რომ აი უტრირებულად რომ ვთქვა, ახლა ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ამბობს, რომ დემოკრატია გვჭირდება და ასევე ამბობენ, რომ სოციალური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია და ის სწორედ ის რა განასხვავებს თქვენს მოძრაობას აი ამ პარტიებისგან, რომლებიც არ უგულებელყოფენ სოციალურ საკითხებს, მაგრამ ვერც ახერხებენ მის მოგვარებას, დაველოდებით ამ სამოქმედო გეგმას. კი ბატონო, ასევე შემიძლია დავამატო ის, რომ ჩვენი მოძრაობა არის თვითონ შიგნითაც დემოკრატიული მოძრაობა, ქვემოდან ეს არ არის რაღაც ერთი ლიდერი გამოვიდა და ბრიფინგი ჩაატარა და 3-4 ადამიანი უკან დაიყენა, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს იმას და რაღაც შემოგვიერთეს თუ სურვილი ექნება და ორმხრივი თუ სურვილი თუ იქნება და მე ვფიქრობ, რომ
და იმედი მაქვს იმის, რომ აი ამ პროტესტს და ამ პროცესს, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, მნიშვნელოვან წვლილს შევმატებთ. დიდი მადლობა დათმობილი დროისთვის, წარმატებებს გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ საუბრობდით გიგი მახარაძესთან ერთად.